პროფესიას წაგვართმევს, ფოტოგრაფი აღარ არის საჭირო, დიზაინერი აღარ არის საჭირო, კამერა აღარ უნდა გეჭიროს ხელში თვითონ ავტომატო. ერთი წუთი მომისმინე, ერთი წუთი რაღაცას გეტყვი. უყურე, ფუნჯი ხო არის მხატვრისთვის ინსტრუმენტი. ფუნჯი რომ გაჩნდა, ან სანამ ფუნჯი გაჩნდებოდა, მხატვრობა არისო, გამოქვაბულში თითებით ვერ ხატავდნენ, საღებავი სანამ არ არსებობდა, სისხლით ხატავდნენ, ვერა, თითებით. ფუნჯი რომ გაჩნდა, რა, მხატვრები გაქრნენ, ინსტრუმენტი გაჩნდა ახალი. ესეთ რაღაცას ვინ ლაპარაკობს, იცი? თვითონ რომელიც აი არაფრის მქნელი, არაფრის გამკეთებელი არ არის და რას წაგართმევენ, რისი გამკეთებელიც არ ახარ, მოდი ჯერ ესე ვთქვათ. ფოტოგრაფია რო გაჩნდა რა, პორტრეტს აღარ ხატავს მხატვარი, საერთოდ მხატვრობა გაქრა, თუ რა, კი ეს კუბიზმი, იმპრესიონიზმი, ზუსტად მაგის ის იყო, რა ქვია, შიშის გამოხატულება იყო ერთ-ერთი ამ მხატვრობის სტილის. პირველი დოგეროგრაფია რო გაჩნდა, ანუ დოგერი იყო, თუ არ ვცდები, შემისწორეთ კომენტარში, იცით ხოლმე შესწორებები ხშირად. ანუ რა, გაქრა? არ გაქრა. ხო და ინსტრუმენტია ეს თქვენთვის, რომელიც უნდა გამოიყენოთ. კაკრას აი ეგ სასტავი, აი ეს თქვენაირი ტიპები, ვინც წაგვართვეს ყველაფერი, სიცოცხლე წაგვართვეს პროფესია, გამოგვართვეს ხელი და აი ეგ როჟები ვინც ხართ და ეგრე აზროვნებთ, თქვენ გაქრებით, თორე დანარჩენი ვინც რაღაცის გამკეთებელია, ის ინსტრუმენტად გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს და არა თავის პროფესიის მტრად. აი ეს